ვეფხისტყაოსნის ავტორია მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე შოთა რუსთაველი. ავტორის საკითხზე ისევე როგორც პოემის სხვა ისტორიულ ლიტერატურულ საკითხებზე ინფორმაციას თავად პოემა იძლევა, კონკრეტულად კი პოემის პროლოგი და ეპილოგი. პროლოგში ავტორი ორჯერ ამჟღავნებს თავის ვინაობას და თავის თავს რუსთველს უწოდებს. გამჯერ რუსთველმა გავლექსე მისთვის გულს ლახვარ სობელი. მე რუსთველი ხელობითა ვიქ საქმესა ამა დარი. ავტორის სახელი რუსთაველი ორჯერ არის ასახელებული ვეფხისტყაოსნის ეპილოგშიც. წერმე მესხი ლექსე მე რუსთველისად ამისა. ტარიელს მისსა რუსთველსა მისთვის სრალ შეუსვენელსა. აღსანიშნავია, რომ პროლოგში ავტორის სახელი ორივეგან პირველ პირშია, ეპილოგშიც ორივეგან მესამეში. ამის გათვალისწინებით მიიჩნევა, რომ ვეფხისტყაოსნის ეპილოგი დაწერილია არა რუსთაველის, არამედ მისი გამგრძელებლის მიერ. ამაზე პირდაპირ მიუთითებს ეპილოგის პირველივე სტროფის სიტყვები მე რუსთველისად ამისა, რომელიც ალექსანდრე ბარამიძემ ამგვარად გაშიფრა. რუსთველის მიხედვით ან რუსთველის კვალობაზე, რუსთველის მსგავსად. მიუხედავად ამისა, ეს სტროფი მნიშვნელოვანია ვეფხისტყაოსნის ძირითადი ტექსტის ავტორის დასადგენად. გამგრძელებელი ავტორად რუსთველს მიიჩნევს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია 1669 სტროფით, რომლის ავტორიც ასევე უცნობია. თუმცა ჩანს, რომ იგი კარგად ყოფილა გარკვეული თავისი დროის ქართულ ლიტერატურაში. ამ სტროფის ავტორი ასახელებს კლასიკური პერიოდის სხვადასხვა ქართველ მწერლებს თავიანთი ნაწარმოებითაც და მათ შორის მოჰყავს რუსთაველიც, რომელიც სტროფის ავტორის თქმით, მხოლოდ ტარიელისათვის არის შეუშვებელი. ამგვარად, პოემის ეპილოგის სტროფები, ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს, ისინი ადასტურებენ, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორი რუსთაველია. ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორზე არანაირი ცნობა არ მოიპოვება მე-13-მე-14 საუკუნეებიდან. მე-15-მე-18 საუკუნეების ქართული მწერლობა კი ვეფხისტყაოსანს ერთხმად მიაწერს რუსთველს, უფრო გავრცელებული ფორმით კი რუსთაველს. მუსტოლოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ფორმა რუსთაველი უფრო გაუმართლებელია ვიდრე რუსთველი, ვინაიდან პოეტი თავის თავს სწორედ რუსთველს უწოდებს. ფორმა რუსთაველი პირველად შემოიღო ანტონ კათალიკოსმა მე-18 საუკუნეში. რუსთაველის სახელია შოთა. ამის თაობაზე პირდაპირ ცნობას იძლევა მე-17 საუკუნის პოეტი თეიმურაზ პირველი. იგი თავის პოემა იოსებ ზილიხანიანის შესავალში გადმოგვცემს ვეფხისტყაოსნის მოკლე შინაარსს, ახასიათებს პოემის მთავარ გმირებს და იქვე მიუთითებს, რომ ესენი შოთა რუსთაველმა შეამკო ართა მკობითა. შემდეგი ქალის მწერლები კი რუსთაველს ერთხმად ყველანი შოთას უწოდებენ.